ძლევაი შამქორისა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. შამქორი, ქართველთა სამეფოს მეორე დიდგორი. ქართველთა ძლევამოსილებამ შეაშფოთა აღმოსავლეთის სახალიფონი. სამეფოს სამხრეთ აღმოსავლეთ საზღვარი ელდენიზიანთა ხელმწიფისა. მეფის მემკვიდრე ორი ძმა ეცილებოდა ტახტსა, ქართველთა მეკავშირეობა სურდა უმცროს ძმასა, ამირმირანსა, მათ შინაომსა დიდი მიწისძვრა დაერთო, დაიქცა ამირმირანის ქალაქი შემახა. მიწისძვრამ შეიწირა მცხოვრებნი. ელჩებმა მოიტანეს ამბავი ამირმირანისას, ითხოვდა შემწეობასა, აბუ ბაქრისგან დაცვასა, უნდოდა ქართველთა მეფე მათივე მფარველად ქცეულიყო. უბრძანეს საომარი სამზადისი ამირ სპასალარსას ზაქარია მხარგრძელსა. მანამდე მეფის სპასალარი დავით სოსლანი, უნდა დაძრულიყო მცირე მხედრობითა, დაეკავებინა ქალაქი შემახა, თან გაჰყვა მეჭურჭლეთო ხუცესი, მისია დაპურება მოსახლეთა. უნდა დაეწყო ქალაქის გამაგრება სოსლანსა, დაეკავებინა გზები და სიმაღლენი, სამზადისი დიდი ბრძოლისა, მერე მივიდოდა ამირ სპასალარი სამეფოს პითა. შოთასავითა მეჭურჭლეთო ხუცესსა მეფისა ევალებოდა დაპურება და სრუნვა და ქცეული სახლების აღდგენისა, უნდა შეედგინა რუკა, ადგილის მარტივი გეოგრაფია, რათა დაეგეგმათ სარდლებს შეერჩიათ ადგილი ბრძოლისა. ქალაქის გამაგრების მერე სოსლანი თავისი მცირე მხედრობით უნდა შეერთებოდა მხარგრძელსა, მეფის მთავარ მხედრობასა. სამი თვე მოვანდომე ხმობასა, მთავარი მხედრობა მივიდა დვინსა. ამირ სპასალარი მეფის მხედრობით დაიძრა მაისის 5 დღესა, აბუ ბაქრი დიდძალი მხედრობით და ბანაკდა შამქორის ველსა, თურმე მოუხმო მთელი აღმოსავლეთის ამირებსა და ხალიფებსა. შამქორის დასავლეთი და აღმოსავლეთი გაივსო აბუ ბაქრის მხედრობითა, შეძლო მოასხა სრული სპა მეომარნი აღმოსავლეთისა, დაბანაკდა შამქორის ველსა. მერე თქვა ტყვექნილმა ხალიფამ, 800,000 მეომარი მოვიდა, აბუ ბაქრმა შეკრიბა ბევრად მეტი ვიდრე მანამდე ვინმეს შეუკრებიაო, თურმე შამქორის ველი ვერ იტევდა მხედრობასა. სარდალი მიენდო მხედრობის სიმრავლესა, არ დაუწყია საბრძოლო სამზადისი, არ ხეინად ელოდა მეფე თამარის ელჩებსა. ელოდა მორჩილებასაო, არ ვის ეგონა გაბედავს, ბრძანებს საბრძოლო სამზადისსაო. აბუ ბაქრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდაო. ამბობდა, მეფე თამარი ბრძენი მეგონა, თურმე თავისივე ხალხის სიკვდილი ბრძანაო. ეგონა არიციან რიცხვი ჩემივე მხედრობისა, სარდალნი თუ მოვლენ, ვერ გაბედავენ ბრძოლასაო. არ ხეინად მყოფნი ელოდნენ აბუ ბაქრის ელჩების მიბრუნებასა, ყველა ხალიფამ და ამირამ გაიყო ადგილი ალაფისა, ვემზადებოდით გასაძარცვადო, სარდლები ვეღარ ითმენდნენო. ვუბრძანი ამირ სპასალარსა და ყოვნება ელჩებისა, ვითომ მეფე მობრუნდეს თბილისსაო. მანამ მხედრობა შეიკრიბა, ელჩი ელოდა პასუხსა. მერე ვბრძანე მიღება აბუ ბაქრის ელჩისა, მოიტანა ამბავი თავისი მრისხანე მბრძანებელისა. ჩამოთვალა ყველა ამირა და ხალიფა, ვისი მხედრობა უხმია აბუ ბაქრსა, თქვა ელჩმა, 800,000 მეომარი ემორჩილება მბრძანებელსაო. იხუმრა ამირ სპასალარმა, აბუ ბაქრს 800,000-მდე დათვლა გაუძნელდება, მხედრობას ვით შეჰკრებდაო. ელჩმა თქვა, მეფის ამირ სპასალარს შეუძლია თავისი თვალით იხილოს, თუ შეძლებს დათვალოსო. იწყინა ამირ სპასალარმა, ნება მქონდეს, ენას ამოვაძრობდი, მაკადრა გაუთლელმა, ბრძანებელი მისნაირი ეყოლებაო. ელჩი დიდგულსა იყო, ამდენი მეომარი არ ვის შეუკრებიაო. მართლა არავის გაეგონა ამოდენა მხედრობის შეკრება, დაუჯერებელი ჩანდა. სარდლები ჯიტად ამტკიცებდნენ, თუ მთელი აღმოსავლეთი მიემხრო აბუ ბაქრი 400,000 მეომრის გამოყვანას შესძლებსო. იმავეს ამბობდა ამირ მირანი, მანამ დაიშლებოდა, ღიზილ არსლანის მთელი მხედრობა 200,000 ვერ გასცდა, აბუ ბაქრს ნახევარზე მეტი დარჩა, მთელი აღმოსავლეთის ხალიფები და ამირები ერთად 250,000 ხმობას შეძლებენ. ამათგან 50,000-ის დაქირავება უნდა შეძლოსო. თლიანი მხედრობა 400,000 ვერ გასცდებაო. მერე მოდიოდა მაცნე მეფისა, შამქორის ველი მტერთა სიმრავლეს ვეღარ იტევსო, მოედინება ვითა მდინარე, ბოლო არ უჩანსო, 400,000 ბევრად გასცდაო. ქვა მაცნემა, ტრის ბანაკი 7 ეჯზე მეტიაო, განი 2 ეჯს გასცდაო. მოვიდა მაცნე სოსლანისა, 500,000 უკვე მოვიდა შამქორსა, მეომართა სხვა გეგონება, ვითა მდინარე მოედინება, ბოლო არ უჩანსო. მოხერხდა ხმობა 160,000 მეომარისა. კიდევ 20,000 მუდმივი მეომარი მეფისა. ივანე მხარგრძელი მარწმუნებდა, მეფე დაუცველი დარჩებაო, ვარჩიე გამეგზავნა შამქორსა, ვუბრძანე სარდალსა, ვითა მაშველი მისულიყო, ენახა სასწორი ბრძოლისა, გაერჩია, მოულოდნელად დაცემოდა მტერსა.
ვითა მარბიელი ლაშქარი მეფისა. თქვა ზაქარიამ, სოსლანის ბედი მარბიელმა ლაშქარმა შემოაბრუნა. ურიცხმა მტერმა მოაქცია ალყასა. არ ვინ ელოდა მეფის მუდმივი მხედრობის გამოჩენასაო. უთქვია ამირს პასალარსა, მეფე თამარმა სიცოცხლე გასწირა, ჩვენ უნდა ვძლიოთ მტერსა, ან დავეცეთ ბრძოლის ველსაო. მივედი ვარძიასა, მხედრობის წინ 1000 ნაბიჯი ვიარე ფეხშიშველმა. შევთხოვდი მამა ზეციერსა, ვევედრებოდი ძლევასა ურიცხვი მტერისა. ვითა მონაზონი, მოვიარე ეკლესიანი მესხეთისა, ვევედრებოდი ღვთისმშობელსა, არ მივკარები ვარ სარეცელსა. ისმინა მეფის ვედრება წმინდა მარიამმა, ფარველმა მეფისა, მოვიდა მაცნე ამირს პასალარისა, მაცნე დავით სოსლანისა, მაცნე ივანე მხარგრძელისა, ჩუმად მოვიდა მაცნე მეჭურთლეთუ ხუცესისა. მილოცავდა. შემოთვალა, პირველი დიდგორი დიდი პაპისა, მეორე ძლევაი მეფე თამარისაო, ტყვეთა ჭერას ვერაუდის მეფის სპაო. გაუგია მუდმივი სპა შამქორს მისულა, მეფე დაუცველი დარჩენილაო, თურმე გამოსთხოვა 1000 მხედარი ივანე მხარგრძელსა, მერვე დღეს მოვიდა ვარძიასა. მეგონა ვერ გიხილავდი ცოცხალსაო, იმავე ღამეს მივედით შოთას ციხესა, მანამ მოვა მხედრობა, დავითსაო მეფესაო. მოვიდა მაცნე ამირს პასალარისა, 2 დღის სავალი დარჩა, ჯორ რაკლემნი ვერაუდიან ალაფსა. გლეხები ატყვევებდნენ აბუბაქრის მეომრებსაო. მივედი ვარძიასა, აურაცხელი ალაფი მოართვეს მეფესა, ტყვეთა თვლას ვერაუდიოდა ხალხი მეფისა. თურმე ბევრად მეტი ტყვე წაუსხამთ თბილისსა, მიზეზი აბუბაქრის დამარცხებისა. სარდლობა უთვალავი მხედრობისა, ერთგვარი ხაფანგი გამოჩნდა აბუბაქრისთვის, ეგონა მეფე თამარის მხედრობა ვერ გაბედავს ბრძოლასაო, არცა საბრძოლო სამცხადისი ჰქონია. შამქორის ველის ჩრდილო-აღმოსავლეთ მტკვარია, სამხრეთ-აღმოსავლეთით მთები, მხედრობა ვითა გველი გაჭიმულა ველსა. ქართველთა მხედრობა დასავლეთიდან ეკვეთა გველის თავსა, აბუბაქრის მხედრობა ვერ გაიშალა. მტრის მთელი ყურადღება, წინ მდგომი ქართველთა მხედრობის განადგურება ყოფილა, აბუბაქრი ხვდებოდა, ქართველთა ლაშქარი ვერ გაუძლებდა მისივე ურიცხუ მხედრობის დაწოლასა. ეგონა მალე გატეხავდა, თუ წინა მდგომი დაეცემოდა, უკანა დასვენებული ერთვებოდა ბრძოლასა. იცოდა ვერ დაუდგებოდა ქართველთა მხედრობა, ძალისგან დაიცლებოდა. უთქვია, მეფე თამარმა გაბედა ბრძოლა, მაცნე ამბისა არ დაუტოვოთო. ამირს პასალარი ხედავდა ბრძოლის ველსა. დავით სოსლანისთვის უბრძანებია, მოსაკვეთია თავი გველისა, ხახა ჩანთქავს ჩვენივე მხედრობასაო, თავსაფიცხელი ბრძოლა გავმართოთო, მოახერხე, ჩუმად მოუარე, მტკვარს გაღმაგადი, მარცხენა ფლანგიდან ფიცხლად შეუტიე, ეცადე თავი მოაცილოტანსა. მთის მხარეს სამხრეთით გასაქცევი დაუტოვე, ჩვენ ყველა მხრიდან შევუტევთ თავსა, წინა მდგომნი ვერ გაძლებენ, ეცდებიან გაქცევასაო. ფლანგიდან ფიცხლად შეუტიე, ტალღა მიაწყდეს ყელსა, გაქცეულნი გადათელავენ უკან მდგომთა. მტერი აირევა, გონს მოსვლა ვერ უნდა შეძლოსო. თურმე სოსლანმა მოახერხა, გადალახა მტკვარი, შეუტია გველის თავსა, ღრმად შესული მოქცევიათ ალყასა. ივანე მხარგრძელი იმავე გზით მიშველებია სოსლანსა, ამას მტერი დაუბნევია. თურმე ქართველთა მხედრობა ყველა მხრიდან ჩეხავდა თავსა, მტრის უკან დახევა გაქცევად გადაქცეულა. ივანე მხარგრძელმა გაარღვია ალყა, მოკვეთა თავი გველისა, მეწეინავე 100,000 მეომარი, ვითა თავი გველისა, მოქცეულა ქართველთა ალყასა. მერე უთქვია შოთასა, მეორე ძლევაი საკვირველი ვიხილეო. თურმე წინ მდგომი მეომარი ოტებული თელავდა უკან მდგომსა, უკანა ცდილობდა გაქცევასა, აწყდებოდა მისივე უკან მდგომსა, ცხენთა გავეშება ვიხილეო. ვერ იხილეს ბრძოლა შამქორს იქით მდგომთა, შეძრწუნებულნი ცდილობდნენ გაქცევასაო, 10,000 კაცი ცხენმა გადათელაო. საზარელი სანახავი ყოფილა, ჩანდავითა სხვა ცხენის ფაფარისაო, ბაღდადის ხალიფა გაიგებდა ცხენთა ჭიხვინსაო. შამქორის ბრძოლამ ქართველთა ძლევა მოსილება დაამტკიცა. მეფე ვითა უძლეველი ხელმწიფე ქართველთა.